ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ იგავს სახელად მიზანი. თუ მოგეწონებათ ჩვენი არხი, გამოიწერეთ, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ. მიზანი. ეს იგავი ზრდასრულთათვის არის, თუმცა შეგიძლიათ ბავშვებსაც მოასმენინოთ. მიზანი. დრონა მშვენიერი შვილდოსანი გახლდათ. ამ საქმეში მას მთელ დუნიაზე ბადალი არ ჰყავდა. მოწაფეებს ვუდუნებით ასწავლიდა თავის ხელობას. ერთხელ ხეზე სამიზნე დაკიდა და თვითოულ მოწაფეს ცალ-ცალკე შეეკითხა, რას ხედავ? ერთმა უპასუხა, რომ ხედავს ხეზე დაკიდებულ სამიზნეს. მეორემ კი თქვა, რომ ხედავდა ხეს, ფოთლებს, მზეს, ცაში მონავარდე ჩიტებს. დანარჩენებიც თითქმის იმავეს პასუხობდნენ. ბოლოს დრონამ თავის საუკეთესო მოწაფე არჯუნას ჰკითხა იგივე, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო. მე არ შემიძლია დავინახო რამე სამიზნეს გარდა. დრონა მიუბრუნდა დანარჩენებს და წარმოთქვა. მხოლოდ ასეთმა ადამიანმა შეიძლება ისწავლოს მიზანში გარტყმა. ესეთი იყო ეს პატარა და ძალიან საინტერესო იგავი, რომელიც ძალიან დასაფიქრებელია, როდესაც მიზნისკენ მივდივართ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი. თქვენც მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ ამ თემაზე და გამოიწერეთ ჩვენი არხი.